მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დღეს გაშლა გვექნება მომავალზე, რა გელოდებათ. აქ ჩვენ უფრო გვაქვს ამჟამად გაშლა ან შავგვრემანი ქალბატონებზე, ან ქვრივი. ორში ერთი, რომელიც ახართ, მაგ ქალბატონებმა მოусმინოს ამ ვიდეოს. იფიქრეთ თქვენზე და ვნახოთ. ამჟამად რა მდგომარეობით მოხვედი. ამჟამად ჩემო კარგო. უყურე, როგორც მტერი, გამწარებული ასეთ გეხარ. თითქოს რაღაცა ფიქრები ქონდა. შეიძლება რაღაცა ჩაფიქრებულიც ქონდა, მაგრამ ამ წუთში თითქოს ჰაერშია გაფანტული. უფრო აქ ამობრუნებულ ბარაქას ვხედავ, ფინანსებს. რა პრობლემა გაქვს? ჩემო კარგო, ცოტა არ იყოს ძალიან ღრმად ახარ შეჭრილი, ცოტა სიბნელისკენ მიდიხარ. ამობრუნებული გაქვს ბედნიერების კარები და რის თქმა უნდა კარც აუცილებლად გჭირდება დასვენება და აღდგენა. კიდე რა ხდება? სუცუდი ფიქრები გაქვს, ეჭვებიცა გაქვს, აუცილებლად გადაყარე ეს პრობლემები და გჭირდება მოთმენა. კიდე რა ხდება? იმხელა ღრუბლები მოდის შენსკენ და ღელვები. მოდის და მოდის. რაღაცაზე ეჭვი გეპარება ამჟამად, ან უკვე უნდობლობა გაქვს უკვე. ჩემო კარგო, რას ვხედავ აქ იცი? რაღაცა ფინანსების დაკარგვას ვხედავ. თითქოს რაღაცა დანაკარგივითა გაქვს. ახლა ეს პოზიციას გადიხარ. შეიძლება ძალიან ბევრი დაგიკარგია. ამაზე ფიქრები გაქვს. შეიძლება ამჟამად ცოტა მერყეობ და ამაზეც ესეც შეიძლება და ამიტომ ძალიან საეჭვოდ გეხარ რა. ამჟამად ძალიან დიდი ღელვებს ხედავ შენ ცხოვრებაში. კარგი, მოდი ვნახოთ ნეგატივები როგორი გაქვს. იფიქრე შენს თავზე და ვნახოთ. ამჟამად რა ხდება შენ ცხოვრებაში და რა გელოდება. ჩემო კარგო, მამაკაცებში ყოველთვის პრობლემები ქონია, უნდობლობაც ქონია, მაგრამ ისეთი ძლიერი ადამიანი ხარ, ფეხზე მაინც დამდგარ ხარ. ძალიან ბევრი ენა, რომელიც ბევრი საქმე გაუფუჭებია. აქ კარტი მეუნება, შენ თვითონ შეიცვალე, რომ შენი ცხოვრებაც შეგეცვალოს. ვიღაცა ქალბატონს ვხედავ, ნერვიულობებს ვხედავ. ისე სიმართლის ადამიანი ხარ, ყოველთვის წინსვლაზე, გამაგრებაზე და მომავალზე ფიქრები სულ გაქვს. რა გელოდება? ამჟამად თითქოს რაღაცა კარები ამობრუნებულა შენი, ჩემო კარგო, მაგრამ დამიჯერე, ძალიან დიდი შანსები მოგდის. სადაც ერთი კარები იკეტება, შენთვის მეორე კარები იხსნება. ნახე, ამობრუნებული კარები დაგეცა. ამაზე გული არ გაიტეხო. ნახოთ აბა ნეგატივი როგორი გაქვს. ნეგატივზე რა გითხრა? ამობრუნებული აქლემი ამოგივიდა ჩემო კარგო. ამოტრიალებული აქლემი რას გვეუბნება? შეიძლება ვალები ქონდეს, შეიძლება შენი სიმდიდრე, შენი ბარაკა ამობრუნებული გაქვს. ძალიან ბევრს წვალობ.
თითქოს რაღაცას აკეთებ, მაგრამ ერთი და იგივე დონეზე დგეხარ, ჯერჯერობით თითქოს არაფერი არ იცვლება. ამოგივი და ვირთხები, ფრთხილად იყავი, რამე კიდე არ დაკარგო. მომავალი რა გაქვს, როგორი გაქვს? შიშები გადაყარე, ლიდერობა მოგდის, ახალი ცხოვრება გეწყება, მაგრამ სიყვარულში არ გიმართლებს. ამჟამად რასაც უყურებ, ყველგან ღალატს ვხედავ, ნეგატივიცა გაქვს, ჩემო კარგო. ნეგატივი კი გაქვს, მაგრამ ამობრუნებულია. რა არის იცი? შეიძლება ნელა-ნელა გაგდის ეს ცუდი ნეგატივები და შეიძლება დიდი ზარალი არ მოგაყენოს. შორი გზიდან ახალი ამბავი გელოდება. ვიღაცა ან მოდის, ან მიდის, ასეთი ამბავი გელოდება აუცილებლად. რას გაფრთხილებს კარტი? ჩემო კარგო, აქ ვიღაცა ქალბატონს ხედავ. შეხედული ქალბატონია, ამასთან ცოტა ფრთხილად იყავი, იმიტომ რომ აქ რაღაცა დიდი ტყუილი და ვიღაცა მელაკუდა ადამიანი ამოგივიდა. მომავალში კიდე რაღაცაზე მოტყუებული არ დარჩე. ან რამე არ მოგატყუონ, ამაზე უნდა იყო ძალიან ფრთხილად. კარგი, ვაგრძელებთ ახლა 36 კარტით. რა გელოდება მომავალში? ჩაიფიქრე. იფიქრე შენზე, თქვი შენი სურვილი და რა მელოდება მომავალში კითხე. და დავიწყოთ. ამჟამად ხედავ, რამხელა ჯავრი ამოგივიდა გულში, მაგრამ ნუგეშილია, ფული მოგდის და დამშვიდება გიჩანს. ნახოთ კიდე რა გელოდება. ჩემო კარგო, აქ ვხედავ ვიღაცა მამაკაცთან შეხვედრას. სხვათა შორის ძალიან კარგი შეხვედრა გელოდება ამ მამაკაცთან. ფული გელოდება და პლუს მაგას ვიღაცა ბიდგამონაცვალი ბიჭი ამოგდის, ან მამაკაცი, ან შეიძლება ფორმიანი იყოს, შეიძლება შავგვრემანი იყოს, ან ნაციხარი იყოს. რაღაცა ფული ამოსდის. ახალი ამბავი გელოდება ახალგაზრდა ცოლიანი ბიჭიდან. ჩემო კარგო, აქ რა ამოგდის კიდე? ამოგდის ვიღაცა ქალბატონი. ეს ქალბატონი ამჟამად ან ძალიან დიდ დარდით დგას, ან შეიძლება ავათაც იყოს. შენ რა დაგამშვიდებს? შენ გამშვიდებს რაღაცა კარგი მაგიდა და ცხოვრებაში რაღაცა ცვლილება გელოდება. სულ ასე არ იქნები, ცვლილებები აუცილებლად მომავალში გელოდება. ან შეიძლება ადგილი შეიცვალო, ან მუშაობდე, ან ცხოვრობდე, რაღაცა პერემენა, რაღაცა ცვლილება აუცილებლად გელოდება. ორი ნაჭერი ფული ამოგდის, ოღონ ეს ორი ნაჭერი თანხა მიგდის. როგორც მოგდის ფული, ისე მიგდის, ასე ჩანს. სამსახურის თაობაზე თუ ფიქრობ, ან რაღაცა კაზიონის სახლის თაობაზე თუ რამეს ფიქრობ, აუცილებლად ან საფუთი, ან ახალი ამბავი გელოდება. შენი სიყვარული საეჭვოა, ჩემო კარგო. ახლა ვნახოთ რა დაგრჩება. რა დაგრჩა იცი? ამოგივიდა ვიღაცა ახალგაზრდა ბიჭი, ვიღაცა ქალბატონი, რაღაცა მაგიდა ამის თაობაზე დიდი ილდით და განცდებით დგეხარ. გავაგრძელოთ. ვაიმე, რამხელაზე დარდობ და ნერვიულობ, რამხელა ელდიანობა ამოგივიდა.
ვხედავ კიდე ახალგაზრდა პიროვნებას. შეიძლება წლოვანებით დიდი ბიჭი იყოს. დიდი ბიჭი ჩანს, მაგრამ უცოლშვილო ბიჭი ჩანს აქაც ძვირფასო მეგობრებო. ამჟამად რაღაცა გაპოსტავებული დგას. შეიძლება რამის გაკეთება უნდოდეს, შეიძლება რაღაცა ფიქრობდეს, მაგრამ ჯერჯერობით პუსტაში დგას. ჟირადა გამშვიდებს ამ დღეებში, ახალი ამბავი გამშვიდებს, ჩემო კარგო. აუცილებლად ახალი ამბავი გელოდება. აი, ეს პერიოდი რაღაცა ძალიან არეული ხარ. საეჭოთ დგეხარ, შეფერხებებით დგეხარ. სხვათა შორის რა არის იცი? ძალიან დიდი შიშებიცა გაქვს. არ შეიძლება რაღაცა ადგილის ცვლილებაც გინდოდეს, მაგრამ ჯერჯერობით პუსტაა. ჯერ არა. ამ შენი შიშები არის პუსტა. ან შეიძლება ადგილის ცვლილება გინდოდეს, მაგრამ ჯერჯერობით უცბად არ გამოგდის. კაზიონის ახლის თაობაზეც ჯავრი გაქვს. ამოგივიდა ვიღაცა ბედგამონაცვალე მამაკაცი, ჩემო კარგო, თითქოს რაღაცა საქმეს გიკეთებს, ან გვერდზე გიდგება და პლუს მაგას ვიღაცა ხანში შესული მამაკაცი, რომელიც კარებს გიხსნის. შენ თვითონ საეჭოდ დგეხარ, ჯავრითაც დგეხარ, მაგრამ აუცილებლად უნდა გადაყარო ეს ნერვიულობა. 6-იანები ამოგივიდა, ჩემო კარგო, სადღაც გზაც გელოდება. ნახოთ კიდე რა ხდება. რა არის იცი, ცოტა არ იყოს ჩაკეტილი ხარ. თითქოს გასაქანი არა გაქვს. და ამაზე იყავი ფრთხილად. ეცადე ახალი თვარეზე ეს ჩაკეტილობა ყველაფერი გააქრო და გზები გაიხსნა. აუცილებლად გასაკეთებელი გექნებათ. ნახოთ კიდე. რაზეც შენ ფიქრობ, რაზეც შენ დარდობ, მაგის თაობაზე გელოდება ახალი ამბავი და რაღაცა სახლის ჭერი. სწორედ დაგრჩა, ჩემო კარგო, ასე რომ ნუ დარდობ და ნუ ნერვიულობ. ამჟამად კი ძალიან არეული ხარ, გულნატკენი ხარ, მაგრამ წარმატებები მაინც შენსკენ არის. ნუ ნერვიულობ, სულ დარდი და ნერვიულობა მოგდეს, ნახე. თითქოს შენ თავში ლაპარაკობ, ბრაზობ და შეიძლება ამით ავად გაიხადო თავი, ასე რომ ნუ ნერვიულობ, თორე შენ თავს შენ თვითონ მიაყენებ ზარალს. კი, ამ დღეებშიც გელოდება პატარ-პატარა ჯავრები, ნერვიულობები, ამიტომ გაფრთხილებს კარტი. მიდის, შენი ნერვიულობა მიდის, ყველაფერი მიდის, ნახე, რა დაგრჩა? შენ დარჩი და სახლის ჭერი, ჩემო კარგო. სახლის ჭერი ამოგივიდა სწორედ, კარგად. და სხვათა შორის ძალიან დიდი დამშვიდება გელოდება. ახლა არ დაგავიწყდეს ვიდეოს მოწონება, დროებით გემშვიდობებით. ნახვამდის.